გრუბელმან შეიწყნარა იგი თვალთაგან მათთა და ამაღლდა ზეცად დამჯდომარი არს მარჯვენით მამისა და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯა ცხოველთა და მკვდართა რომლისას უფევისა არა არ დასასრულ დასული წმინდა უფალი და ცხოველს მყოფელი რომელი მამისაგან გამოვალს მამისა თანა და ძისა თანა აყვანის იცემების და იდიდების რომელი იტყო და წინასწარ მეტყველთა მიერ ერთი წმინდა კათოლიკე და 60 ქულო ეკლესია აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად სოდვათა მოველი აღდგომასა მკვეთით და ცხოვრებასა მერმის სამის საუკუნისასა ამინ გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტეს აღდგომიდან 40 დღე იყო გასული მოციქულების სულიერი სიმშვიდით ახსილიყვნენ რათა მათთან იყო მათი მოძღვარი მათ ელაპარაკებოდა ესაუბრებოდა ყოველ დღე აღდგომიდან მე-40 დღეს კი კიდევ ერთი სასწაულის მომხრენი გახდნენ იესო ქრისტეს მოწაფეები მათ აფრთხილებდა რომ იერუსალიმში დარჩენილიყვნენ სანამ არ მიიღებდნენ სული წმინდას მე-40 დღეს ელეონის მთაზე გაუძღვა უფალი იესო ქრისტე მის მოწაფეებს და ელეონის მთაზე მათ თვალწინ ამაღლდა როცა მოძღვართან განშორებით გამოწვეულ ტკივილს ვეღარ უძლებდნენ მათთან მოციქულებთან მივიდა ორი სპეტაკად ჩაცმული ადამიანი და მოციქულებს უთხრა კაცნო გალილეველნო რა ისას დგათ და ხედავთ ზეცად ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად ეგრეთვე მოვიდეს ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად ამ სიტყვებით კიდევ ერთი საიდუმლო გაუმხილეს მოციქულებს მეორედ მოსვლის საიდუმლო თუ პირველი მოსვლისას იესო ქრისტე დამდაბლა თავი დაიმდაბლა ჯვარზე ეცვა გოლგოთას მთაზე თავისი ფეხი თავიდა მეორედ მოსვლისას იგი თავისი მთელი თავისი დიდებით წარდგება და მთელ თავის დიდებას განახორციელებს ასე დასრულდა კაცობრიობის ხეტიალი წუთისოფლის უდაბნოდან სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე ასე გაანათა ჩვენი გულები ასე ამაღლდა ზეცად და დაგვიტოვა ელეონის მთაზე თავისი ნატერფალის ანაბეჭდი ამაღლდა და დაგვიტოვა აღთქმა აჰა ესე რა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა